როგორ დავიცვათ საავტორო უფლებების დარღვევისგან თავი? მე გიორგი ხელაშვილი ვარ და ამ ბლოგის საშუალებით გირჩევთ თუ როგორ დაიცვათ თავი საავტორო უფლებების დარღვევისგან. მე ყოველდღიურად ხვდები ისეთ ფაქტებს, როდესაც ჩემს ნამუშევარს იყენებენ კომერციული მიზნით დაუკითხავთ. ეს არის ჩემი საავტორო უფლებების დარღვევა უხეშად. დარწმუნებული ვარ, კოლეგებო, მეგობრებო, ძალიან ხშირად თქვენ შემთხვევაშიც ყოფილი. ერთხელ მაინც ისეთი შემთხვევა, როდესაც აუღიათ თქვენი ნამუშევარი და ისე რომ თქვენთვის არაფერი უთქვამთ, გამოუყენებიათ საკუთარი ინტერესებისამებრ. ასეთ შემთხვევაში მე გირჩევთ მიმართოთ გარკვეულ ზომებს. არსებობს საავტორო უფლებათა ასოციაცია, რომელიც მდებარეობს გმირთა მოედანზე, რომლის წევრიც ვარ მე და რომლის საშუალებითაც ძალიან ბევრი საქმე მივიყვანე ბოლომდე. შესაბამისად, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი საავტორო უფლებები ირღვევა, შეგიძლიათ მიმართოთ, გაწევრიანდეთ და იმოქმედოთ მიიყვანოთ თქვენი საქმე ბოლომდე. ეს ყველაფერი აქამდე იმიტომ მოვიდა, რომ დღემდე არავის თავისი საქმე ბოლომდე მიხავდა. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, რადგანაც სასამართლო სისტემა ცოტა რთულად არის მოწყობილი და გარკვეულწილად მესმის თქვენი, მაგრამ ახლა არის დრო იმის, რომ შეგიძლიათ იმოქმედოთ და შეგიძლიათ დაიცვათ საკუთარი უფლებები. ისი არ მინდა გამომივიდეს, რომ ეს ბლოგი არის მხოლოდ ჩემი კოლეგებისადმი განკუთვნილი, მინდა ასევე დამრღვევებსაც მოგიწოდოთ პატივი ეცეთ საავტორო უფლებებს. როგორ შეგიძლიათ პატივის ცეთ? Description-ში იხილავთ ბმულებს, სადაც შეძლებთ გადახვიდეთ სტოკების ბმულებს, დარეგისტრირდეთ, დარიცხოთ თანხა და აღარ აიღოთ Google-დან ეს მასალა, რომელსაც იღებთ დაუკითხავთ. ეს არის ძალიან მარტივი. თქვენ თუ გსურთ სხვისი საავტორო ნამუშევრის გამოყენება, უნდა შეიძინოთ ის. ეს იქნება ჩემი კოლეგების თუ ჩემი უცხოელი კოლეგების. თქვენ ამაში თანხა უნდა გადაიხადოთ. არც ავტორის მიწერა ნამუშევარზე არ გათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან, რომელსაც საავტორო უფლებები ჰქვია. რა თქმა უნდა, ჰონორარის გადახდას ყოველთვის შეგიძლიათ თავი აარიდოთ, თუ ეს რა თქმა უნდა ავტორის ინტერესებში ზის. ამისთვის საჭიროა მიმართოთ მას და გაესაუბროთ, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ მისი ფოტო, ვიდეო ან ნებისმიერი საავტორო მასალა, რომელიც თქვენ გსურთ კომერციული მიზნით გამოიყენოთ, რომ თქვენი მხრიდან გადაიხადოთ. ასეთ შემთხვევაში კი ბატონო, შეგიძლიათ, მაგრამ ის რომ Google-ში შეხვალთ, ფოტოს ნახავთ, ვიდეოს ნახავთ, YouTube-ზე გადმოწერთ და თქვენი პირადი ინტერესებით გამოიყენებთ, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა და დღესდღეობით ჩემი გადმოსახედიდან, რასაც ვხედავ და ვუყურებ, საბედნიეროდ ჩემი კოლეგებიც გააქტიურდნენ, ვინც არ გააქტიურდა, სწორედ მას მივმართავ ამ ბლოგში, გააქტიურდნენ და ძალიან დიდი ალბათობით შეგექმნებათ ისეთივე პრობლემა, როგორი პრობლემა შეექმნათ იმათ, ვისაც ჩემი ნამუშევარი ჰქონდათ გამოყენებული დაუკითხავთ. რა პრობლემა შეიძლება წააწყდეთ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ავტორის ნამუშევარი გაქვთ კომერციული მიზნით გამოყენებული? გეტყვით, შეიძლება ავტორმა მოგაგნოთ, ასე ვთქვათ, და სასამართლოში შეიტანოს სარჩელი თქვენს წინააღმდეგ. შეიძლება რა თქმა უნდა ჯერ პირადად მოგწეროთ და უშუალოდ ეცადოს თავისი მიზნის მიღწევას, მაგრამ თუ ვერ მიაღწევს, აუცილებლად წავა სასამართლოში და შემდეგ უკვე სასამართლოს გზით აგანაზღაურებინებთ. არა ფოტოს თვითღირებულებას, არამედ ფოტოს თვითღირებულების 10-ჯერ მეც. ჩემი მაგალითად როგორც ფოტოგრაფის ნამუშევარი შეფასებულია იურიდიულად 425 ლარად. თუ მაგალითად მე თქვენ ფოტო მომპარეთ, დიახ, მომპარეთ არის ზუსტად სწორი შესატყვისი. როდესაც ავტორის ნამუშევარს იყენებთ დაუკითხავთ, ეს არის ფოტოს მოპარვა. და თუ ეს ასე მოხდება, ჩემი ფოტოს თვითღირებულება შეფასებული 425 ლარად. შესაბამისად, თუ მოხდა ისე, რომ მივედით სასამართლომდე, შემიძლია მოგთხოვოთ 10-ჯერ მეტი. და ასე დამგვარად 425 ლარის გადახდის მაგივრად მოგიწევთ გადაიხადოთ 4250 ლარი, რაც დამერწმუნებით ერთი კადრისთვის ზედმეტად დიდი ფუფუნებაა ქართული რეალობიდან გამომდინარე. ანუ შეიძლება მოგიწიოთ უკვე შემდეგ 4250 ლარის გადახდა, თუ სასამართლომდე მივიდა საქმე, რა თქმა უნდა ეს არის საკმაოდ დიდი თანხა, ამიტომ
ჯობს დაიცვათ საავტორო უფლებები. როგორც წეგან აღვნიშნე, description-ში ნახავთ ბმულებს, სადაც შეძლებთ დარეგისტრირდეთ, სადაც შეძლებთ შეიტანოთ membership-ის გადასახადი და უკვე ამის შემდეგ შეგეძლებათ ნამუშევრების გადმოწერა. ნუ იქნება ჩემი არ არის აუცილებელი მილიონობით ნამუშევარი არის, მილიონობით ფოტო-ვიდეოგრაფია იქ და შეგიძლიათ ნებისმიერის გადმოწერა. ამ ვლოგის საშუალებით მე ვეწევი საავტორო უფლებების დაცვის პროპაგანდას და ყოველთვის გავუწევ. მსგავსი არგუმენტიც მომისმენია, როდესაც მაგალითად კომპანია ახლა ჩემოდის ბაზარზე, არ აქვს რა თქმა უნდა დიდი კაპიტალი და სწორედ ამით ხსნის Google-დან მაგალითად ფოტოს აღებას. თავიდანვე დაიწყეთ სწორად. ერთ ძალიან მარტივ მაგალითს განვიხილავ, თუ მაგალითად ხართ ტურისტული კომპანია, გსურთ დაარსოთ ტურისტული კომპანია თუნდაც და რა თქმა უნდა ტურიზმი და ფოტოგრაფია ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. მე მაგალითად თუ რამე საავტორო უფლებასთან მქონია შეხება ჩემს პირად პრაქტიკაში 90% ყოფილა ტურისტული ობიექტი და რატომ? იმიტომ რომ მე მაქვს ძალიან დიდი მასალა საქართველოს პეიზაჟების, შესაბამისად ტურიზმი და ფოტოგრაფია ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან და თუ რომელიმე ტურისტულ სურს რომელიმე კუთხეში პრომოუშენის გაკეთება და ტურის დაორგანიზება, ასე ვთქვათ, საჭიროა მას ჰქონდეს კარგი ფოტოგრაფია. ამისთვის იგი მიმართავს Google-ს, ნახულობს ფოტოს, დებს თავის სოციალურ მედიაზე და არეკლამებს. ძალიან ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, ნიუსფიდში მინახავს საკუთარი ფოტო დასპონსორებული, რა თქმა უნდა, ჩემს მიერ, არა ტურისტული კომპანიის მიერ, მიმართავს და თავიდან სანამ უშუალოდ დავიწყებდი ჩემი უფლებების დაცვას, ჯერჯერობით მიმართავდი მხოლოდ Facebook რეპორტის ფორმას, რაც ფოტოების წაშლას იწვევდა, მაგრამ ბოლო პერიოდი, ბოლო რამდენიმე წელია, რაც საკუთარი უფლებების დაცვას აქტიურად მივყავი ხელი. ეს არის ჩემი პრინციპის საქმე და ვფიქრობ, ბევრი ჩემი კოლეგის პრინციპის საქმეც უნდა გახდეს, რადგანაც თუ შენ არ დაიცავ შენს უფლებებს, სხვა მაგას შენს მაგივრად არ გააკეთებს. ძალიან ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ უთქვამთ ჩემთვის ჩვენ ამით შენ რეკლამას გიკეთებთ, თუ ეს არ არის საკმარისი შენთვის, ძალიან დიდი მადლობა, არ არის საკმარისი ჩემთვის, არც ჩემი კოლეგებისთვის, რადგანაც რეკლამას თავადვე ვახერხებ ჩემი რესურსებით. თქვენ თუ გინდათ რეალურად ჩემი ნამუშევრის დაფასება, მე ამ ნამუშევრის გადასაღებად ვიყავი კონკრეტულ ადგილამდე მისული, დავხარჯე ჩემი რესურსი და სწორედ ამ რესურსის ჰონორარის გადახდას მოგთხოვთ მეც და მოგთხოვენ ჩემი კოლეგებიც. ასე რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ვლოგი არ ეხება მხოლოდ ჩემ კოლეგებს. ეს ვლოგი ეხება პოტენციურ დამრღვევებს, ან უკვე დამრღვევებს, რადგანაც მინდა რომ წვლილი შევიტანო საავტორო უფლებების დაცვაში. ჩემი წვლილი, რა თქმა უნდა, არც მუქარაა მეგობრებო, ეს არის ჩემი კეთილი ნება, ჩემი კეთილი რჩევა, რომ არც ჩვენ ჩავდგეთ უხერხულ სიტუაციაში. ნამდვილად არ მეხალისება მე პირადად კომპანიებთან სირბილი და ჩემი საავტორო უფლებების დაცვა, როცა შეიძლება ერთი მარტივი ზარით ან მოწერით, ეს ყველაფერი თავიდანვე სწორად გავაკეთოთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს სტატისტიკა, რომელიც ჩემ და საბედნიეროდ ცოტა შემცირდა, ნოლამდე დავა და აღარ მომიწევს ჩემი საავტორო უფლებების დაცვა. თქვენს კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ შეგიძლიათ ეს ყველაფერი თავიდან აირიდოთ ერთი ძალიან მარტივი საშუალებით. ცოტა ბიუჯეტი გამოყოთ პრომოუშენისთვის. ფოტო-ვიდეოს გარეშე ბიზნესი არ იქნება წარმატებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფოტო-ვიდეოს იმიტომ ვეხები ასე განსაკუთრებით, რომ ჩემი პროფილია და მუსიკას ნაკლებად შევეხები, იმიტომ რომ მუსიკასთან არ მაქვს შეხება. რა თქმა უნდა, მუსიკაზეც იგივე თემაა და ნებისმიერ საავტორო ნამუშევარს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს ფოტო-ვიდეო მასალასთან, მის გარეშე თქვენს ბიზნესს არ ექნება წარმატება. როგორც სოციალური მედიის პრომოუშენში იხდით თანხას, მაგალითად, გამოყავით ბიუჯეტი, დარეგისტრირდით იმ ბმულზე, რომელიც description-ში მაქვს მითითებული, შეიძინეთ membership-ი და გექნებათ ყოველთვიურად გადმოწერის გარკვეული რაოდენობა. გექნებათ ლიცენზია იმ მასალაზე, რომელსაც გამოიყენებთ კომერციულად. ეს არის ძალიან მარტივი, მიუხედავად რომ არ არის უფასო, მაგრამ ეს არის სწორი საქციელი. დიდი იმედი მაქვს ეს ვლოგი არავის გააღიზიანებ, დიდი იმედი მაქვს რომ мотиваციას მისცემს ჩემს კოლეგებს, რომ თავისი ნამუშევრები დაიცვან უფრო კარგად, ვიდრე დღეს. თუ რაიმე კითხვა გექნებათ, როგორც კოლეგებს, ისე არა კოლეგებს, დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ.
მოგეწონათ ჩემი დღევანდელი ვლოგი, დააკომენტარეთ, დაალაიქეთ და დიდი იმედი მაქვს ამ თემაზე აღარ მომიწევს თუნდაც ერთ წელში საუბარი, რომ საავტორო უფლებები უნდა იყოს დაცული. ყველამ ჩვენი აგური დავდოთ ამ ყველაფრის მისაღწევად. აბა შეხვედრამდე.